მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალი პროექტის აწყობას. ეხლა შენ თქვი, იმიტომ რომ მე მოგესალმებით. ამჯერად ცოტა უფრო რთული პროექტი გვაქვს. პიკაპია, რომელიც ფაქტიურად 2-1-ში არის. ანუ შემიძლია ორ პროექტად გავაკეთოს, შემიძლია ერთ პროექტად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაწილებია. ხო, სანამ რაღაცა განხილვას დავიწყოთ, შეგიძლია და რაღაცა აუცილებლად არხი გამოეწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, კომენტარები გაგვიყვეთ. და 10,000 გამომწერზე სიურპრიზია. 1-8 მასშტაბის ისეთი მანქანა, რომელიც არავის არ აქვს საქართველოში და ერთადერთი. პირველი ვიდეო გაიშვება 10,000. სავარაუდოდ, ეს როგორ იმასაც გთავაზობს რა, თვითონ კომპანია მენგის არაერთი მოდელი გვაქვს აწყობილი, კი ბატონო. და ძალიან მაგარი ხარისხია, ვისაც ხარისხს უფრო ილაპარაკებს, იმიტომ რომ ეს აკეთებს ხოლმე. ხარისხი მართლა ძალიან მაგარი ხარისხი აქვს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რამოდენიმე მოდელი მაქვს მართლა აწყობილი მენგის ფირმის. საკმაოდ რთული არის, მაგრამ ხარისხი ძალიან მაგარია. შეგიძლია თქვა, რომ სამხედრო ტექნიკაში საუკეთესო. შემიძლია ვაღიარო, რომ სამხედრო ტექნიკაში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია არის ეს. სხვათა შორის, როგორც ვიცი, ფასიც ნორმალური აქვს. ხო, ფასი ოპტიმალურია, არ არის ისეთი, რომ აი და რა ძალიან ძვირია და რაღაცა რა. სხვა ზოგიერთი ბრენდებისგან გამომდინარე. იმათ სახელია, ხო, მით უმეტესო ეს ჩინური ბრენდი არის. ყოველ შემთხვევაში საქართველოში უცხო იყო და ფაქტიურად ახალი შემოსული არის რა. საქართველოში კი არა, ზოგადად ახალი თემაა. ხო. რაც შეეხება ნაწილებს, ეხლა ნახეთ, პროსტა უნდა დავთვალო რამდენი შეფუთვა არის. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. აი ამისგან, ამ ყველაფრისგან, ხო? იწყობა ეს პიკაპი და ეს ტყვიან ფრქვევია თუ რა არის, არ ვიცი. რაღაცა კი არის. აწყობის პროცესში გავარ. ხო. რაც შეეხება ინსტრუქციას ორ ნაწილად არის გაყოფილი. ანუ პირველი ნაწილი არის პიკაპი. იწყება პიკაპით. აგერ პიკაპის აწყობით იწყება აქ ძარა და ასე შემდეგ რა. უფრო გამოჩნდება, რომ პირველი ნაწილი აქ მთავრდება, რომელიც პიკაპის ბოლო საბურავები უყენდება და ასე შემდეგ. და მეორე ნაწილი იწყება აგერ ამ ტყვიან ფრქვევით. აქ უკვე ტყვიან ფრქვევის აწყობის პროცესი არის მინიშნებული და ყველაზე მთავარი ის არის, რომ აგერ ფაქტის სახელია, თქვენ თვითონ ნახეთ, რომ აუარება ნაწილებისგან შედგება. და ზოგიერთი იმდენად წვრილი ნაწილია, რომ ეგ არ ვიცი უკვე რამდენად მოსახერხებელი იქნება ჩემი ბრმა. მაგას მე ბოლოს ალბათ იქნება რაღაც. ხო, თან როგორც პიკაპს აქვს ორი ვერსია შეგების პროცესისა, ისე ამ ტყვიან ფრქვევს აქვს ორი ვერსია. ანუ აკეცილი ბორბლებით არის, რომელიც შეგიძლია დაამონტაჟო პირდაპირ კუზაოზე, პიკაპის კუზაოზე და ჩამოშვებული ბორბლებით, რომელიც მისაბმელით კი მოყვება და შეგიძლია მისაბმელით გამოაბა თვითონ მაგ პიკაპს. საკმაოდ საინტერესო პროექტი არის, რაც შეეხება მასშტაბს.
1.35-ია, აგერ. საწყობი მოდელები თუ ჩვეული მასშტაბი არის რა. ხო. მაგ მასშტაბში არის ხოლმე ძირითადად. სირთულის კატეგორიას რაც შეეხება, რავი, რატომღაც ეს მენგის მინიმუმ მეოთხე კატეგორიას სირთულეს აკეთებს ხოლმე, ისე რომ საკმაოდ რთული არის და საკმაოდ შრომატევადი. გასაგებია. წინასწარ ვიძახი, რომ 1 და 2 ვიდეოში არ იქნება ეს, იქნება მინიმუმ 8 ვიდეოზე გადანაწილებული, იმიტომ რომ ძალიან რთულია. და ეხლა მე თვითონაც თითო მოდელის აწყობას ცოტა ხანი ნამდვილად არ უნდა. დაახლოებით მინიმუმ 1 თვეა. არა, თვეზე მეტი დაჭირდება. დაახლოებით 2 თვე დამჭირდება ამის. არა, ზოგადად თქვი რა მე, ზოგადად. და რატო ხდება ეგრე? საღებავს რო დავასხავ იქნება თუ ფუნჯით წაუსვავ, უნდა გაშრეს. ეგ უნდა გაშრეს ბოლომდე. მერე გაშრობას გამძიგამო. თითო დეტალზე გაშრობას საღებავი უნდება მინიმუმ 3 დღე. თორე მერე ეცა. თორე რაც უფრო დიდი ხანი აცდი, რომ უფრო კარგად მაგარი. ჩააჯდეს უფრო მაგარი. საღებავი, მით უფრო მერე ადვილი არის მისი იქ სხვა ფერის შერევა და ასე შემდეგ. თორე ეგრევე შემილია შევღებო ცოტა ხანი დავუცადო ისე შევღებო და ასე. არ გამოვალ ამაზე. მერე ფერი ერთმანეთში ირევა და კაი და არა. ის ფერი არ გამოდის, რაც მე მინდა რომ იყოს. მაგიტომაც უნდები ამდენი ხანი. სხვათა შორის აწყობის თემებში სრული თავისუფლება აქვს ხოლმე. კი ბატონო. ისე რომ ასაწყობ მოდელებს, რასაც უყურებთ ეს ირჩევთ. თუ რამე ისეთი მნიშვნელოვანი მანქანა არ არის. ხო, ნუ ეხლა გააჩნია მანქანას. და რომელიმე ისეთი რაღაცა იდეა მაქვს ჩაფიქრებული, რომ დაჭირდებოდეს იმ პროექტს კონკრეტულად. ხო, თან თქვენ ნახეთ, რომ ეხლა აურდაურიე მე თვითონაც, ჯერ დავიწყე იმითი ტრაქტორით, მერე გადავედი თვითფრინავზე და ეხლა უცებ სამხედრო ტექნიკა არის და პიკაპი ერთად. ხო. აწი უკვე ესე შერეულად გავაკეთებ ხოლმე. ხანი. საინტერესო რო იყოს. იმიტომ რომ ჯერ ერთი საინტერესო იყოს და მეორეც ერთი მე თვითონ რომ გამიადვილდეს შრომა ამეების აწყობაში რა. ისევ და ისევ უბრუნდები ამ საღებავის თემას, რომ ესე ერთს რო ვაწყობ, ხო ის და იმას დავდებ, ის სანამ ის გაშრება და ასე შემდეგ მეორეს ვაგრძელებ და მაგიტომაც ესე უფრო ჩანაცვლების თემა. ჩანაცვლების თემა და ჩემ მეც მიადვილდება და თქვენთვისაც რავი იმედია საინტერესო იქნება აწი. და ნახოთ რა გამოგვივა ამ ყველაფრიდან. დაიწყებ? დაიწყებ თუ? კი, აბარასვისა. დავიწყებ. ოღონდ აი რითი დავიწყო ახლა? არ ვიცი. ეგ შენ მოიწ. იკაპით თუ სამხედროთ? თუ ამ იმით, ტყვიამფრქვევით. შენ მოიწ. მოდი ცხოვრებას გავერთულებ და პირდაპირ ტყვიამფრქვევით დავიწყებ. ჩემი პრობლემა აი ხანია სამხედრო თემა არ გავუმიყენებია. ხო, რავი. მე ამ პროექტში მარტო პირველ ვიდეოში ვარ. ხო, ნუ აქ კი წერია იმაში, რა ქვია, ინსტრუქციაში, რომ ჯერ პიკაპით უნდა დაიწყო. მე როგორც რომ ცაცია და უკუღმართი ის დავიწყებ სამხედრო. თქვი რომ ის არა, ქვია, ორ ენაზე არის. ინსტრუქცია. არა, ინსტრუქცია აქვს. ორ ენაზე არ არის, 4 ენაზე არის. 4 ენაზეა. ხო, სავარაუდოდ ერთი არის ჩინური, მაიცა ხვალები გავიკეთე. სავარაუდოდ არა, ეგრეა. ხო. ეხლავე გეტყვი. ჩინურია ერთი, მეორე ეგეც იეროგლიფებია, სავარაუდოდ იაპონური, ინგლისური და რუსული. რუსულიც აქვს. კი. ვა. აი რუსულთა წერია. ვა. საინტერესოა. Вариант ЗПО, вариант сборки зенитно-пулемётной установки. ხო, ნუ ეგ სად როგორ უნდა დააყენო და ასე შემდეგ. დასაგებია. ისე რომ სამენაზე არის, ეგ თლათ უკეთესი, იმიტომ რომ ჩინური მე არ ვიცი, არც იაპონური. ისწავლე მე. და ასაკიდან გამომდინარე რუსული უფრო კარგად ვიცი ვიდრე ინგლისური. ხო, ეგეცას. კარგით, მოკლედ კადრს ახლა გადავითან. პირდაპირ ჩემ სამუშაო მაგიდაზე და დაიწყებ და დავიწყებ აწყობას. თქვენ არხი გამოიწერეთ.
დაალაიქეთ, გააზიარეთ, კომენტარები არ დაგავიწყდეთ. 10,000 გამომწერზე კი იცით, კვირა რაც დაიდება. ხო თქვი აქ. ხო. წავედით რა. დავით.